რამდენიმე წუთის წინ განახლებული აღმაშენებლის გამზირი გაიხსნა. მსგავსი მასშტაბის სახელმწიფო პროექტი პირველად გახორციელდა. სამუშაოები 2010 წლის იანვარში დაიწყო და პირველი ეტაპი გაზაფხულზე დასრულდა. ისტორიული უბნის რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სრული მონაკვეთი თამარ მეფის გამზირიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე. აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ხელოვნებად მცოდნეობა, არქიტექტორებმა, კონსტრუქტორებმა და გეოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და უბანი შეისწავლეს. შენობების რეკონსტრუქცია საარქივო მასალით მოხდა და მე-19 საუკუნის ნაგებობებს პირვანდელი ისტორიული იერსახე დაუბრუნდა. პროექტის მიმდინარეობისას მთლიანად გამოიცვალა წლების განმავლობაში ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფუძვლიანად გამაგრდა ათობით ავარიული შენობა. მოპირკეთდა ქუჩები და მთლიანად განაცდა გამზირი. ისტორიულ ქუჩაზე მდებარე ნაგებობები ამ უბნისათვის დამახასიათებელი თუნუქის სახურავით გადაიხურა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობასაც, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული ნაგებობაა. შენობა გამაგრდა მთლიანად და გამოიცვალა ფუნდამენტის დაზიანებული ნაწილები. შენობის გასწვრივ მოეწყო ლითონისა და მინაში შესრულებული გალერეა. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა საჯარო რეესტრის შენობასაც, ფასადს დაემატა არქიტექტურული დეტალები, მთლიანად გამოიცვალა პირველ სართულზე არსებული ვიტრინები. სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქ ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის ფარგლებში 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. განახლებული ისტორიული უბანი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა და დედაქალაქის მერმა საზეიმოდ გახსნეს. მიხეილ სააკაშვილმა ისტორიული უბნის პრეზენტაციაზე მისულ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. საქართველოს პირველმა პირმა ვარდების რევოლუციის მთავარ მიღწევებზე და იმ აღმშენებლობაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს. პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი გახდეს. სოფო ოხანაშვილი ჩაგურთება პირდაპირ ეთერში ახალი განახლებული უბნიდან. სოფო, უფრო კონკრეტულად რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას? აღმაშენებლის განახლებული უბანი, განახლებული გამზირი, ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმ აღმშენებლობის პროცესისა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარეობს. ასე დაიწყო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლა განახლებულ გამზირზე შეკრებილი ხალხის წინაშე. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონულ ცენტრებში მიმდინარეობს კომპლექსური პროექტები და მათი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა რეგიონშიც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იყოს. საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ მიღწევებზეც, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში შედეგად მიიღო საქართველოში გატარებული რეფორმებით. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, თუ ვარდების რევოლუციამდე სიღარიბის მაჩვენებელი 52% შეადგენდა, ამ დროისთვის ეს რიცხვი 17%-მდეა შემცირებული. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით ჯერ კიდევ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელიც რა თქმა უნდა გადაჭრას საჭიროებს და ერთ-ერთ ასეთ საკითხად პრეზიდენტმა დაასახელა უმუშევრობის აღმოფხვრა. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით ის პროექტები, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვისაც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება, აუცილებლად მიიღებს საბოლოო შედეგს, რომ ქვეყანა რეგიონშიც და მსოფლიოშიც განსაკუთრებული გახდეს. ჯერ ოკუპირებული აქ ვერ მოახერხა ამ ქვეყნის მთავრობის დამხობა, ვერ მოახერხა მისი იმიტომ, რომ პირველ რიგში თბილისი მინდა მოგილოცოთ გიორგობის დღესასწაული, მინდა მოგილოცოთ ასევე ის, რომ ეს ჩვენი პლეხანოვი, ჩვენი აღმაშენებელი, რომელიც ჩემთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ აი ეგერი სახში უკან რომლის კიდე მოჩანს იქ უბრალოდ აქვე დავიბადე სადღაც მარცხნივ რამდენიმე 100 მეტრში, მე იქ მიმიყვანეს და მე აი ამ შენობაში მქონდა ჩემი პირველი სამსახური. ერთ წუთში ჩემი ცხოვრება დიდი ნაწილი თავსდება ამ რამდენიმე 100 მეტრში, ამ 1 კვადრატულ კილომეტრში. არასოდეს არც ერთ ეპოქაში ეს ქუჩა, მათ შორის მაშინ როცა აშენდა, არ ყოფილა ასეთ წყინვალეთ და ლამაზად წარმოდგენილი თბილისში და არასოდეს არც ერთ ეპოქაში თბილისში ერთჯერადად არ ყოფილა 5-6 წელიწადში ამდენი აღშენებლობა, რამდენიც ყოფილა ბოლო 5-6 წელიწადში. შემდეგ 2 წელიწადში იქნება იმაზე მეტი, ვიდრე ამ 5 წელიწადში. ეს ნიშნავს იმას, რომ აი ხა გავხსენით ახალი თბილისის უბნის შენებლობა, ახალი თბილისის. ჩვენ ძველ თბილისს ჩავბარეთ, ახლა ჩავბერეთ ახალი სიცოცხლე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძველი თბილისი განახდა ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა. ძირითადი პროსპექტები განახდა ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა. გზების და ინფრასტრუქტურა ეწყობა ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა. წყლის ზოგადად დასუფთავება ყველა პრობლემის მიუხედავად არის ისე, როგორც არასდროს არ ყოფილა და თბილისი არასოდეს თავის ისტორიაში არ ყოფილა ასეთი სუფთა ქალაქი, როგორც ახლა. მე მინდა ვთქვა, რომ არასოდეს ამდენი აღშენებლობა ერთად არ ყოფილა და დღეს გავხსენით ევროპაში ყველაზე დიდი უნივერმაგი და დღეს გავხსენით
ასევე ახალი თბილისის უბნის მშენებლობა. მაგრამ ეს არის არა მხოლოდ თბილისი. ვარდების რევოლუციის 8 წლისთავია დღეს. ვარდების რევოლუციის წინ ჩვენ არ გქონდა შუქი, ჩვენ არ გქონდა პრაქტიკულად პენსიები, ჩვენ არ გქონდა 50%-ზე მეტ ადამიანს საქართველოს შემოსავლები, სიღარიბის დონე იყო 52% და რაც თავარია ჩვენ არ გქონდა იმედი. ჩვენ არ გქონდა იმედი, უმეტესობას საზოგადოების გქონდა წართმეული ეს იმედი. მაგრამ დადგა მომენტი ჩვენი ისტორიის, როცა საზოგადოებამ თქვა, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უიმედობასაც და გაჩნდა იმედი, იმით რომ ჩვენ შევიკარით ერთად. იმით რომ ჩვენ დავდექით ერთად. იმით რომ ჩვენ შევძელით თითქმის შეუძლებელი. ამხელა მტრის პირობებში, ამხელა შეტევების პირობებში ჩვენ განვიცადეთ ეკონომიკური ემბარგო, ენერგეტიკული ემბარგო, სრული ჩაბლერება და ბოლოს 2008 წლის ომი. დაფიქრდით იმაზე ხალხო, პირველად სტალინის შემდეგ საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთი შეიჭრა რომელიღაც ქვეყანაში და ჩვენზე პატარა, ჩვენ ვიყავით ყველაზე პატარა იმ ქვეყნებიდან რომელიც შეიჭრა. და ვერ მოახერხა მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი ტერიტორიის ჯერ ოკუპირებული აქვს, ვერ მოახერხა ამ ქვეყნის მთავრობის დამხობა, ვერ მოახერხა მისი მთლიანი ოკუპაცია, ვერ მოახერხა მისი ხალხის დაჩოქება. ეს იმიტომ, რომ პირველ რიგში თბილისი ჩადგა ერთ ცოცხალ ჯაჭვში. ეს იმიტომ, რომ თბილისში იყო უზარმაზარი მიტინგი, მიუხედავად იმისა, რომ გვემუქრებოდნენ, რომ ამ მიტინგს დაბომბავდნენ და ასობით ათასი თქვენგანი დადგა და ყველას უთხრა, რომ საქართველოს არავის არ მიცემს თავის თავისუფლებას. მე უბრალოდ მინდა გვესმოდეს, რას მიაღწია საქართველოს ამ 8 წელიწადში. ეს არ არის ის, რითაც მე ვაპირებ, რომ ვიტრაბახო, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რა არის წარსულში, რა იყო წარსულში, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია რა იქნება ხვალინდელი დღიდან. ჩემთვის ხვალინდელი დღე არის ყველაფერი, ჩემთვის ზეგინდელი დღე არის ყველაფერი. და ნამდვილად არ ვაპირებ აქ თქვენთან ტრაბახს, მაგრამ ერთი რამე უნდა ვთქვათ, 52% იყო საქართველოს სიღარიბე. ესე იგი, ყოველი მეორე ქართველი პრაქტიკულად იყო შიმშილის პირობებში. დღეს ეს ჩამოვიდა 17%-მდე. რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, ბევრი ესეთი ადამიანი ცხოვრობს აქ გარშემოც. რა თქმა უნდა, უმუშევრობა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ ამ 17%-საც აქვს სამედიცინო დაზღვევა და ამ 17%-ს აქვს დახმარება. ადრე არაფერი არ ქონდა საერთოდ. აქ ცხოვრობს ხალხი, ვისაც ყველა ოჯახის შეიძლება ყველა წევრი იყოს უმუშევარი, მაგრამ მათ სახელმწიფოს აქვს საშუალება აუშენოს სახლი, დააშენოს ზემოთ სართული, მოაშენოს ფასადი, გაამაგროს საფუძველი. ესე იგი, მიცა საშუალება, რომ პატარა სასტუმრო გახსნას, პატარა კაფე გახსნას, პატარა მომავლის პერსპექტივა გაუჩნდას. საქართველოში ბავშვთა სიკვდინიანობა ვარდების რევოლუციის შემდეგ შემცირდა 3-ჯერ. 3-ჯერ მეტი ბავშვი გვკვდებოდა 2003 წლამდე. დავფიქრდეთ ამ ციფრზე. საქართველოში მოსპეთ კორუფცია ერთხელ და სამუდამოდ. ეს ყველაფერი რითი შენდება ხალხო? ჩვენ არა გვაქვს ნავთობი და გაზი, აი გუშინ ქუთაისში გავხსენით მთავრობის სახლი. აი ამ ხელა აღშენებლობით სამუშაოა. მარტო იმ ქვეყნებს, ვისაც აქვს ნავთობი და გაზი შეუძლია ამის გაკეთება. რა არის საქართველოს ნავთობი და გაზი? საქართველოს ნავთობი და გაზი არის ის, რომ ჩვენ ყავს ნიჭიერი ხალხი და საქართველოში არ არის კორუფცია. საქართველოში არ არის საქართველოში თავარი რაღაცა დავამარცხეთ. ამდენი აწლეული რუსები გვეუბნებოდნენ, რომ თქვენი ეროვნული ბრენდი არის კრიმინალი. კრიმინალის გარეშე თქვენი ქუჩები, თქვენი კულტურა, თქვენი სკოლები, თქვენი არსებობა საერთოდ წარმოუდგენელია. ამ კარი ბიჭების, ძველი ბიჭების, შავი ბიჭების, შავი გაგების გარეშე. აგერ აქ იდგენ ხოლმე, აი, მეტროს შესასვლელთან. ჩვენი შავი გაგების მოქალაქეები წყალებში. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდა კრიმინალი და ვეღარასოდეს ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ჩვენ შეგვიძლია ჩვენ განათებულ ქუჩებში ვიაროთ უსაფრთხოდ და გავუშვათ ჩვენი შვილები. და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ თუ ყველანი კარგად ვიმუშავებთ, საქართველოში უმუშევრობა დავიყვანოთ მინიმუმამდე. დაიწყოს სვლა ქვემოთ და მიუხედავად იმისა, რომ თემ სოფლიოში ეკონომიკას უჭირს. ბოლო დღეებში შეუმცირდა საკრედიტო რეიტინგები და უმცირდებათ საფრანგეთს, ამერიკას, იტალიას, იაპონიას, ძალიან ბევრ სხვა ქვეყანას. სოფლიოში მხოლოდ 2 ქვეყანას გაიზარდა რეიტინგი საკრედიტო. ესე იგი, 2 ქვეყანა აღიარეს, რომ იქ სიტუაცია უმჯობესდება ინვესტორების 200 ქვეყანას შორის. ერთი ნავთობით და გაზით ბოლომდე გაძეძგილი ყაზახეთი და მეორე
ნავთობის და გაზის გარეშე, მაგრამ თქვენ ამარად არ ჩენილი, ესე იგი ჩვენი ამაყი, ნიჭიერი, განსაკუთრებული ხალხის პირობებში ჩვენი საქართველო. და ეს რა არის მართლა განსაკუთრებული რაღაც. და იცით მე აქედან ვარ. და ხშირად მადანაშაულებდნენ, რომ აი ბათუმს აკეთებს მარტო. ქუთაისელები ამბობდნენ, გადაგვიფრენს, გადმოგვიფრენს, ხელსაც არ დაგვიქრებს თვითმფრინავიდან. ნახეთ გუშინ რა კეთდებოდა ქუთაისში და რა კეთდება და ქუთაისში წარმოუდგენელი აღშენილობა იქნება მომავალ წელს. იძახოდე მარტო დასავლეთ საქართველოს აინტერესებს. ნახეთ როგორ კეთდება კახეთი და მომავალ წელს წარმოუდგენლად გაკეთდება კახეთი. ნახეთ როგორ კეთდება სამეგრელო, თუნდაც ანაკლია რა თქოს. და ეხა ვიწყებთ ძალიან დიდ შენებლობას ზუგდიდში. ნახეთ როგორ კეთდება ქართლში, გორჩი რა მშენებლობები ვაკეთებთ. მაგრამ საბოლოო ჯამში მე გიგის და ყველა ჩვენგანს ერთი წუთითაც არ მაგვავიწყდება. რომ ჩვენ აქედან ვართ. ჩვენ ვართ თბილისელები და ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე. ყველაზე დიდი რამ, ყველაზე დიდი სათაყვანებელი. არის ჩემთვის გიგისთვის როგორც თაწმინდელისთვის, ჩემთვის როგორც პლეხანოველისთვის და საბურთალოველისთვის. რა თქმა უნდა არის თბილისი. ჩვენ ყველა ერთად ვაშერებთ ჩვენ დედაქალაქს. იმიტომ რომ ეს არ არის მარტო საქართველოს დედაქალაქი, ეს არის კავკასიის დედაქალაქი. ეს არის მთელი ამ რეგიონის უზარმაზარი მნიშვნელოვანი ცენტრი და საბოლოო ჯამში ამ პროსპექტს რო უყურებთ, ახალ რუსთაველს რო უყურებთ, ახალ ძველ თბილისს რო უყურებთ, თბილისის ახალ უბანს რო შევხედავთ, არსად ევროპაში არ არის ამ მასშტაბის გაუმჯობესება. ეს იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ყველაზე კომფორტული მოსახერხებელი საცხოვრებლად ყველაზე უფრო საამაყო ქალაქი. სიამაყე იქნება ის დომა, რომელიც გამოხატავს ჩვენ დამოკიდებულებას ჩვენი დედაქალაქისადმი და ჩვენი ქვეყნის მიმართ. ევროპულ სტრუქტურებთან დაახლოება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯის გაუმჯობესება და წარმატებული ქვეყნის საქართველოს როგორც წარმატებული და პროგრესული ქვეყნის დამკვიდრება. მიხეილ სააკაშვილის განმარტება ეს ყველაფერი ასევე ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. საქართველოს პრეზიდენტის განმარტებით ყველა ის რეფორმა და ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ქვეყანა ეტაპობრივად აქტიურად გავდა, გამიზნული იყო იმისკენ, სწორედ რომ საქართველოს მიაღწია თავისი საბოლოო მიზნისკენ, რასაც ქვია, რაც მიზნად ისახავს იმას, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით და ასევე თავისუფალი ვაჭრობის დაწყებასთან დაკავშირებით და ქვეყანას აქვს მოლოდინო, რომ ეს პროექტები მალე რეალობად იქცევა. მე გიგლებით და ჩვენი ყველაზე დიდი სიამაყე. ვეღარასდროს ვერავინ ვერ დაგობრუნებს ჩვენ საბჭოთა წარსულში. ძალიან ბევრი მცდელობა რომ როგორმე დაგობრუნონ იქამ. ძალიან ბევრი მცდელობა რომ აღადგინონ ეს საბჭოთა კავშირი. ის ვინც აბრუნებს საქართველოს უკან, საიდანაც ჩვენ გამოვიქეცით, იმას აღარ აქვს მომავალი და საქართველოს აქვს დიდი მომავალი. საქართველოს აქვს დიდი მომავალი ევროპაში. თქვენ ნახეთ რომ პირველად ევროპარლამენტმა მიიღო რეგულარული რეზოლუცია საქართველოზე. თქვენ და აღიარა საქართველოს ყველაზე წარმატებულ ქვეყანად რეფორმებში ევროკავშირის ყველა პარტნიორს შორის. ეს არის ჩვენი მიღწევა და ჩვენი სიამაყე. ეს არის ვარდების რევოლუციის კონკრეტული მიღწევა. ჩვენ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობას ვიწყებთ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და იმიტომ სულ არ მეშინია რომ ქართული პასპორტით ადამიანი გადალახავს საზღვარს, იმიტომ რომ ყველა ქართველი ვინც წავა ევროპაში უცხოეთში აუცილებლად დაბრუნდება უკან, ამას ხო ვერ მოიკიდებთ თან და თან ხო ვერ წაიღებ. ვის აქვს უკეთესი? ვინ არის უფრო ლამაზი ქვეყანა? ვის აქვს უფრო მეტი პერსპექტივა ვიდრე ჩვენ? და ამიტომ კიდევ ერთი მიღწევა ვარდების რევოლუციის ბოლო 7 წლის განმავლობაში. მე ვიცი რომ ბევრი ჩვენი ახლობელი, ნაცნობი, ყველა ბევრი წასულია, ჩვენც ვიცნობ ხალხს, ვინც უცხოეთშია წასული, ბევრი მათგანი ფიქრობს დაბრუნებაზე, ყოყმანოს, მაგრამ არ გამოდის. მაგრამ ყველა სტატისტიკით საქართველოში ბოლო 7 წლის განმავლობაში მეტი ხალხი ბრუნდება უკან, ვიდრე მიდის საქართველოდან. ეს არის ერთადერთი ასეთი ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ესეც არის ჩვენი მიღწევა. საქართველო მაგნიტივით იზიდავს უკან თავის შვილებს. ჩვენი მოსახლეობა იზრდება და ეს არის ასევე ვარდების რევოლუციის ძალიან დიდი მიღწევა. და ნახეთ რა ხდება და თავარი რა ჩვენ ყავს ძალიან განათლებული საზოგადოება. ყველა ასაკის ადამიანები. აი ხა წერან შევხვდა ჩემი მასწავლებელი აქ ხალხში. არ ვინდა თქვა რამდენი წლის არის, იმიტომ კი მითხრა თვითონ ყურს ჩამჩურჩულა. კარგად გამოიყურება. მაგრამ მე მინდა თქვა რომ ყველა თაობის ძალიან განათლებული ხალხი ყავს ჩვენ საქართველოში. მაგრამ ის რა საშუალებებიც ეხლა ეძლევა ახალგაზრდობას განათლების მიღების. ის რა სკოლებით შენდება ახლა. ის როგორი ტექნოლოგიები შემოდის. ის როგორ გონება გახსნილი არის ჩვენი ახალი თაობა. რა მომავალი აქვს ამ ახალგაზრდებს.
აი როგორც არასდროს ნანობ რომ ახლა არ დავიბადეთ ცოტათი უფრო გვიან თუნდაც აქ ბრეხანოვზე რათა წავსულიყავი ახალ სკოლებში სადაც პირველი კლასიდან გვაძლევენ კომპიუტერებს და გვასწავლენ ინგლისურს. ნანობ იმას რომ არ დავიბადეთ ცოტა უფრო გვიან რათა წავიდე ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში რომელსაც ჩვენ მომავალ წელს გავხსნით ბათუმში. არ დავიბადეთ ცოტა უფრო გვიან რომ ამ საქართველოსთან ერთად გავსდილიყავით. ჩვენ მოვიტანეთ ყველა მას ახალგაზრდები აქამდე. მაგრამ მომავალი არის სწორედ მათი. ჩვენ ყველანი გავიწევით გვერდზე და მე პირველ რიგში ჩემ თავზე ვამბობ. მაგრამ თავარი ამოცანაა ამ ახალგაზრდებს შევქმნათ გარანტიები იმისა ყველამ სანამ ყველანი აქტიურები ვართ რომ ვერასდროს ვერავინ ეს ქვეყანა ვეღარ დააბრუნოს მოუსვლელში უკან საიდანაც ჩვენ ვართ წამოსულები და აღარასდროს დავბრუნდებით იქ აღარასდროს დავბრუნდებით კორუფციაში აღარასდროს დავბრუნდებით კრიმინალში აღარასდროს დავბრუნდებით უშუქობაში აღარასდროს დავბრუნდებით იმაში რომ მისაღებ გამოცემებს სკოლაში შესასვლელად პრესტიჟულ ადგილზე მოსაწყობად ყველაფერზე იყო ნაცნობობა კტამი ნათესაობა და ნეპოტისტური მიდგომა და ესეთი იყო საჭირო აღარასდროს დავბრუნდებით იმაში რომ მართლაც ყოველდღიურად ჩვენ დედებს მამებს ჰქონდეთ პრობლემა ჩვენი შვილების გამოკვების მათთვის უკეთესი განათლების მიცემის ჩვენ ყველა ერთად ვშორდებით ამ ეპოქას ამიტომ ეს არის 8 წელიწადი კი არა უბრალოდ ჩემი მეგობრებო ეს არის 8 წელიწადი აღშენებლობის და ქვეყნის ძალიან ჩქარი სვლით იმ ძველი სისტემიდან და ვიღაცებმა თქვა რომ ბევრი შეცდომა დაუშვეს რა თქმა უნდა დაუშვით შეცდომები ვინც არაფერს არ აკეთებს ის არ უშვებს შეცდომებს და თქვა რომ ბევრი რაღაცა არასწორად ააშენეს რაღაცა არ მოწოს ზოგს არ მოწოს ფასადის ფერი ზოგს არ მოწოს რა მასალებს ვიყენებთ ზოგს არ მოწოს შუშის შენობა ზოგს არ მოწოს მოძრავი ქანდაკება მაგრამ ვინც ქანდაკებას არ დგავს თუ ქანდაკება არ დადგი იმას ვერავინ ვერ გააკრიტიკებს თუ შენობა რა აშენე იმას ვერავინ არ ააშენებს და გვაკრიტიკონ იმაზე რასაც ვაკეთებთ და თქვა რომ უკეთესადაც შეიძლება მე პირველი გეტყვით უკეთესადაც შეიძლება აუცილებლად შემდეგ ჯერზე გავაკეთებთ უკეთესად მაგრამ ესეთია ცხოვრება მირჩევნია გვაკრიტიკონ იმაზე რაც ვაკეთებთ ვიდრე ვიჯდეთ უმოქმედოთ და ოღონდ არაფერი ვინმე რაღაცა ცუდი გადაბრუნებული სიტყვა არ გითხრას აი ეს არის განსხვავება ამ ეპოქისა და ყველა წინა ეპოქის ამიტომ არის ახლა არის ისტორიული ეპოქა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ არც ერთ ეპოქაში საქართველოში არ ყოფილა ამდენი აღშენებლობა და შორს არ არის დრო როცა ჩვენ ავაშენებთ დანარჩენ საქართველოს და მე დარწმუნებული ვარ იმ პირობებში როცა იმპერიის დღეები დათვლილია შეხედეთ რა ხდება იქ შეხედეთ როგორ შავად აქვს საქმე შეხედეთ როგორ უსტვენენ და როგორ ფეხებს როგორ უბაკუნებენ ეს არის ჩემთვის უტყუარი ნიშანი როცა დანარჩენ საქართველოს ყველაფერს ავაშენებთ ორივე ხელი გამოგვითავისუფლდება ჩვენი ოკუპირებული დაბრუნებული ტერიტორიების იმ დროისთვის ასაშენებლად დასამშრებლად და აი იქ მართლა შეცდომებს აღარ დაუშვებთ იქ მართლა ძალიან მაგრა გავუკეთებთ იმიტომ რომ თუ ვინმე თulis რომ ჩვენ ეს დრო დავკარგეთ ყვილა მართალია ჩვენმა მთავრობამ დაკარგა ყვილა ფულ დრო ჯიბეები არ გაისკელა მართალია თავისთვის დიდი სახლები არ აიშენა მართალია დრო დაკარგეს რაღაცა ნათესაები და ახლობლები არ მოაწყობ სარფიან საქმეში საშინეება ჩაიდინეს მართლა დრო დაკარგეს და გაფლანგეს ეს ყველაფერი მართალია მაგრამ თუ ვინმე იტყვის რაზე არ დავკარგეთ დრო არც ერთი დრო არ დავგვიკარგია არც ერთი წუთი აღშენებლობაზე რეფორმებზე უკეთესი მომავლის შექმნას და არც მომავალში არ აგვაქვს არც ერთი წუთი დასაკარგი იმიტომ რომ გასაკეთებელი ბევრად მეტია როგორც ჩვენ ყველა ვიცით დიდი მადლობა აღმაშენებლის გამზირის განახლება დასრულებულია სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის იანვარში დაიწყო და წელიწად ნახევრის განმავლობაში მთლიანად რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის ხიდიდან მარჯანიშვილის მოედნამდე ყველა შენობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ხელოვნებათმცოდნეებმა, არქიტექტორებმა და მკვლევარებმა, გეოლოგებმა სპეციალური კვლევები ჩაატარეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახალი განახლებული აღმაშენებლის გამზირთან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა თბილისის მერმა გიგი უგულავას განმარტებით სარეაბილიტაციო სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით კვლავ გაგრძელდება. ჩვენ არ გქონდა შუქი დღეს აღმაშენებლის ხეივანი სრულდება აღმაშენებლის გამზირი და ის იბრუნებს თავის პირვანდელ სახეს პირვანდელ დიდებას სანშრომატებად სამუშაო იყო ჩატარებული მაგრამ ეს არის სამუშაო რომელიც არის შესრულებული იქვე როცა გადახვალ მარჯანიშვილზე და მარჯანიშვილის ქუჩას ჩამოყვებით იქ არის მიმდინარე სამუშაოები.
დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე, აქ მოდიოდნენ ადამიანები სხვადასხვა უბნიდან, აქ იყვნენ ხალხი, მოსახლეობა, როგორც თბილისის მოქალაქეები, მაცხოვრებლები, ასევე სხვა ქალაქიდან ჩამოსული ადამიანები, აქ მოდიოდა მოსახლეობა ოჯახის წევრებთან ერთად, მეგობრებთან ერთად, ისინი ათვალიერებდნენ განახლებულ გამზირს და ამბობდნენ, რომ ნანახმა მოლოდინს რეალურად გადააჭარბა. ამბოზე კარგი რამე დიდი ხანი არ მინახია. ძალიან მომწონს. აღფრთოვანებული ვარ, მართალი გითხრათ, ძალიან მომწონს. ნუ არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. ნამდვილად კარგია. ღმერთმა სულ ასეთი აშენებული ქვეყანა გვანახოს. არაჩვეულებრივი, ესეთი სილამაზე, ესეთი ლამაზი შენობები თუ არსებობდა თბილისში, არ გვეგონა. ძალიან აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით. შეიძლება ითქვას, რომ სახალხო საირნობა განახლებულ გამზირზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს, დღეიდან აღმაშენებლის გამზირი ახალ სიცოცხლეს იწყებს. დიდი მადლობა სოფო განახლებული ქუჩის გახსნის დეტალებით სოფო ოხანაშვილი გვერდებოდა პირდაპირ